ქართული ღვინის ფესტივალი ჩინეთში მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას და კულტურას, აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოებს, ადგილობრივ პოპულარულ კერძებთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღვინის კომპანიების სახეობები. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის ფრანგული ღვინო კარგადაა ცნობილი, სწორედ აქ დაიწყო მისი გაყიდვა. თუმცა ქართულ ღვინოს დიდი ნაირსახეობის შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ახალი ტიპის ღვინოები, შედარებით დაბალალკოჰოლური ღვინოები, რომელსაც ახასიათებს ცოცხალი ხილის არომატი. შემფასებლების მოწონებას იმსახურებს საფერავი, ის განსხვავებულია. სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შეუძლია ამ ნაირსახეობიდან შეარჩიოს ღვინო თავისი მოთხოვნების შესაბამისად. ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად მივახციეთ ამას. ძალიან დარგი არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე, იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო, თვითონ ღვინის კომპანიები ძალიან აქტიურობენ და ყველა დონეზე, იგივე სამთავრობო დონეზე ურთიერთობები ჩინეთთან უმჯობესდება, რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვაზე.